მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ფიქრის აგორა. დღეს ჩვენთან არის სტუმარი, რომელსაც ფიქრობ წარდგენა არ ჭირდება. კახა კალაძე, ჩვენი სასიკადულო სპორტსმენი, რომელსაც უამრავი სიხარული მოუტანია ქართველი გულშემატკივრისთვის. მადლობა მინდა კახას უთხრა, რომ მომბზანდა ჩვენთან. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. პირდაპირ კითხვით მინდა დავიწყო ესეთით. შენ ხელში გეჭირა ჩემპიონთა თასი. რა განცდა ქონდა აი ამ მომენტში, იმიტომ რომ ეს იყო ყველასთვის ჩვენთვის სასიხარულო. რა თქმა უნდა, მოიგო იტალურმა გუნდმა, მაგრამ იმას არ გვექვავდით როგორც ჩვენ გუნდათ, რა კი შენ იქ იყავი. იმიტომ რომ სიამაყეა ესეთ პატარა ქვეყნისთვის, როცა ჩვენი თაობა იმიჩოული იყო ფეხბურთში, სიხარულებს, იმ დინამოს ვიხსენებს, წარმატებებს და შენ რა განწყობა დაგეუფლო, ძალიან აინტერესებთ ყველას, რომ აი რომ მოკიდე ხელი. ალბათ მე არ ვიცი თუ შენ რა მოვტყუდი, მაგრამ მე რაც დაგინახე, შენ სამაყი იყავი რატომღაც საქართველოს გამო. როგორ განცდა ქონდა? პირველ რიგში მივესალმებით თქვენ ტელემაყურებელს. თას მოკითხვას რაც შეეხება მართლაც ძალიან სასიამოვნო წუთები იყო და სიტყვიერად ძალიან რთული ამ ყველაფრის გადმოცემა იმ ემოციების თუ რასაც იმ წუთში გრძნობდი. მე ყოველთვის ვამბობდი, როდესაც უცხოეთში ვთამაშობდი, უკვე ფაქტურად 12 წელია მარტო იტალიაში ვთამაშობდი. მანამდე ვიყავი უკრაინაში, კიევის დინამოში. სულ ვიძახდი ამას, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა მქონდა, იმიტომ ვიყავი საქართველოსდან. ფაქტურად ჩემი ქვეყნის სახელი გამქონდა ევროპაში, უცხოეთში. და ამის გამო ამ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდი. თვითონ ჩემპიონთა ლიგის თასს რაც შეეხება, როგორც მოგახსენეთ, მართლა ძალიან სასიამოვნო წუთები იყო და ძალიან ამაყი ამ ადამიანი ვიყავი, ძალიან ამაყი ვიყავი და ეხლაც ვამაყობ ამით, რომ ჩემპიონთა ლიგის თასი აწია, მაშინ ვიყავი სადღაც 23-24 წლის ახალგაზრდა ბიჭმა ქართველმა, ეს იყო ჩემთვის უდიდესი წარმატება იყო და კარგად მახსოვს თუ რამხელა სიხარული იყო საქართველოში. ძალიან ბევრი ქართველი ჩამოვიდა ამ თამაშის საყურებლად, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, გულშემატკივრობდა და ვიცი საქართველოში ძალიან ბევრი ზეიმობდა ამ გამარჯვებას, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო. შენი მონაწილეობით მე ჩემ მეგობრებმა და ამერიკაზე ის შეგრძნება ქონდა, მithom მეორედ ავიღეთ ის თასიო, რა კი კახა იქ არისო, მე უნებოდი. კი, სანამ თამაში დაიწყებოდა, სიმართლე მინდა გითხრათ, ძალიან ბევრი ქართველი შეხვდა და ამან კიდევ უფრო გამოვხდები ხა, როდესაც ამხელა საპასუხისმგებლო თამაში გელოდება წინ, იქ არის ნერვიულობა, უნდა იყო ძალიან მობილიზებული, კონცენტრირებული ყველაფერი და როდესაც თამაშზე მივდიოდით ავტობუსით გადაგვასწრეს ერთმა ავტობუსმა, სულ ქართველები იყვნენ რა, საქართველოს დროშებით, აი იმხელა სიხარული, იმხელა ძალა შემატა ამ ყველაფერმა, რომ მართლაც ძალიან კარგად ვითამაშე ის თამაში. სამწუხაროდ პენალი ვერ გავიტანე, როდესაც დამთავრდა თამაში, დაინიშნა პენალების სერია და ვერ გავიტანე პენალი. სამწუხაროდ აქ ხდება ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ მაინც მოვიგეთ ეს შეხვედრა და ჩამოვიტანეთ იტალიაში, მილანში ჩამოვიტანეთ ეს თასი. ძალიან გავდა იმ განცდას, რომელიც მაშინ დინამომ თასების ფლობელთა თასი რომ აიღო, გავდა იმ განცდას, იმიტომ რომ ის განცდა სულ ენატრება ადამიანს. ერთხელ თუ განიცდე ამ სიხარულს, მე სულ მოლოდინი გაქვს რა ამ სიხარულის. ბუნებრივია ხა იტალიის გუნდი იქნება თუ ინგლისის. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ქართულ ახალგაზრდებს ეჭირა რა ეს თასი. ჩემპიონთა ლიგის თასი. მონატრებული იყო ქართული ხალხი. ქართველი ადამიანის გამარჯვებას გულისხმობს სპორტში, ფეხბურთში, განსაკუთრებით 91 წელს მე არ მახსოვს ეგ თამაშები, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ბიჭუნა ვიყავი პატარა, მაგრამ გადმოცემით ვიცი მე ფირებზეც მაგ ნახი და წარმომიდგენია თუ რამხელა სიხარული მიანიჭა იმ გამარჯვებამ ქართულ ხალხს ჩვენ ერს ეს იყო. დიდი, მთელი თბილისი, მთელი საქართველო გამოსული იყო. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო, საბჭოთა კავშირი იყო. მაშინ ხალხი ფეხბურთში ამ თავის წარმატებას გადაქონდა თავის ეროვნულ წარმატებაში. მაგრამ საოცარი ერთობა იყო, იცი, მე ჩვენ თუ შეგვიძლია ესე ერთობა ჩვენი სპორტის წარმატების, ხელოვნების წარმატების ირგვლივ. ძალიან უყვართ სპორტი საქართველოში, განსაკუთრებით რატო ვერ ვახერხებთ, როცა სერიოზული საკითხებია, ხანდახან პრობლემატურია ეს ერთობა. მესმის რომ ხალხს უშლიან ამას რაღაცა მოქმედებენ, მაგრამ ეს ხო ესეთი ჟინია, ესეთი სიხარულია, რომ ყოველთვის უნდა გაიმარჯოს. როცა ქვეყნისთვის არის ლაპარაკი შენი ბედნიერების ამ ერთობამ. ძალიან ბევრი პრობლემატური საკითხია ჩვენ დღევანდელ დღეს, რაც სპორტს შეეხება, სპორტსმენებს შეეხება, ხო?
სამწუხაროა ჩემთვის, მე ალბათ არ მეჩვენება ესე, მაგრამ სპორტსმენები იმ სიტყვას ვერ იძახიან, აი რომელიც თქვათ ისევე პირდაპირ გეტყვი, შენ გაბედე, შენ თქვი, ისე ვერ უდგანენ თავის მეგობრებს, ხო, აი მაგალითს მოვიყვან, მაგალითად რომ შენ ადამიანურად, ხო, გარდა იმისა, რომ შენ რაღაც წარმატებები სპორტში გაქვს, ყოველთვის პატივი გეცემ ადამიანს, შენი საქციელით, შენი გადაწყვეტილებით, ხო, ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიყოთ ადამიანები, უნდა ვიყოთ წესელი მოქალაქეები და სიმართლის მქონე ხალხი. ადამიანი ამისგან შექმნება, ესე უყვარდება ხალხს, სახიობი, ფეხბურთელი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი თემები იყო, რომელზეც სპორტი დუმდა. არ ვიცი, პირადი ინტერესების გამო, იქ კონფორმიზმის გამო, რატო ხდება ეს შენ კოლეგებს მიკვირს, ეს ადამიანები ხო ღირსეული ხალხია. მე მეჩვენება, რომ ისე ხმამაღლა ვერ ლაპარაკობენ, როგორც უნდა იყოს, როგორც ველოდები ჩვენ. მე ასე ვიტყოდი, ნიკუშ ცოტას დავამატებდი, რომ საერთოდ ქვეყანაში არა მარტო სპორტი, ჩვენ და სამწუხაროდ ყველაფერი პოლიტიზირებულია და ეს ძალიან ცუდია. ყველანი შიშვლები ვიბადებით, ხო? აი მე ყველაფერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ოჯახში თუ როგორ აღიზრდები, როგორ განვითარდები. მე ასე გამზარდეს, მე ჩემი შეხედულებები მაქვს კაცობაზე, ადამიანობაზე, ქართველობაზე, რაც ეს ყველაფერი მე ვფიქრობ ეს ძალიან ისეთ მნიშვნელოვანი ფასეულობებია ადამიანისთვის. ანუ ყველა ადამიანს თავის შეხედულება აქვს. ეხლა მე არ შემიძლია ვისაუბრო იმ სპორტსმენებზე, მაგალითად ვინცაც ხმა უნდა ამოეღო ასე რომ ვთქვა და არ გამოხატეს თავის აზრი, არ დააფიქსირეს, როდესაც იყო დემეტრაძის საკითხი, მაგალითად სრულიად უდანაშაულო ბიჭი უბრალოდ ჩასვეს ციხეში იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცამ დარეკა ტელეფონზე ვიღაცასთან და ახსენა დემეტრაძის სახელი. ნუ ეგ მაშინ ყველანი დასაჭერები ყოფილა. ერთი ადამიანი როცა მაწვილი ხარ და იზრდები შენ თანატოლებთან ერთად, მაშინ არავინ არ იცის ვინ რა გზით წავა და ვინ რა გამოვა იმ მაწვილობაში. მე ზოგი აერჩევს, ზოგი ექიმი გამოვა, ზოგი არტისტი გამოვა, ზოგი სპორტსმენი გამოვა, ზოგი ქუჩის მენტალიტეტით, მაგრამ ის ხო შენთან ერთად გაიზარდა, ამიტომ სალამი შეუწყვეტავს ვინმე და ეს იქნება ზნეობრივი თუ არავინ არაფერს არ ითხოვს რაღაც პოლიტიკური ცვლილებების გაკეთება. უბრალოდ შენი აზრის დაფიქსირებაა, ხო, გიყვარს შენი ქვეყანა, ხო, ცხოვრობა ამ ქვეყანაში, შენი შვილებმა ხო უნდა იცხოვრონ ამ ქვეყანაში, შენი შვილები ცხოვრობს ამ ქვეყანაში. ეს ხო შენ თავსაც აჩვენებს. მე მაგალითად სამარცხვინოდ იყო ესეთი რეპორტაჟი ზუსტად დემეტრასთან დაკავშირებით სტადიონზე ეკითხებოდნენ ხალხს რაღაცა გულშემატკივრობდა ის ხალხი რომელიც აქამდე ყვიროდა დემე და გულშემატკივრობდა ესე იგი პოლიტიკურ კითხვას კი არ უსმენდნენ აი რაც ფიქრობ ტრიალდებოდა კამერა რა არის აშიშმა და შეკითხვა რას ფიქრობთ როგორც შეერწყმული ბიჯეკი მე სახში უყურებდი რომ ესენი ქართველები არიან ვინ არის ადამიანები სამარცხვინო გაურბოდნენ კამერებს რო არ დაენახათ გიორგი არის მე კიდევ ერთხელ ამას ვამბობ, სრულიად უდანაშაულო ადამიანი, როდესაც ეს ფაქტი მოხდა, მე მაშინ პრესკონფერენცია გავაკეთე და გამოთქვი ასეთი აზრი, რომ ჩემი ოჯახით უდგებოდი თავდებში, ეხლა მე ყველაფერი არა ვარ პატარა ბავშვი და ძალიან კარგად ვიცი რას ვაკეთებ, ეხლა ჩემ ოჯახს, ჩემ შვილებს, ჩემ მეუღლეს არ დავაყენებდი ამ ხელა დარტყმის წინაშე რო არ მწოდნოდა, რომ გიორგი მართლაც უდანაშაულო იყო ამ ყველაფერში. ეხლა ჩვენ საუბრობთ გიორგიზე, მაგრამ ეს მაგალითია. ძალიან ბევრი ადამიანია. ჩვენ და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანია. ხა დემეტრაძე იცის ყველა. ეს იყო წარმატებული ადამიანი, გამოჩენილი ადამიანი და ამიტომ ძალიან ბევრი საუბრობთ ამ თემაზე და არიან ბევრი ისეთი ადამიანები, ვინც საზოგადოებამ არ იცის. ჩვენ და სამწუხაროდ მართლაც ბევრია ესეთი ადამიანები და ის შედეგები, რაც გამოაქვეყნეს უცხოელებმა ჩვენ მოსახლეობასთან შედარებით რამდენი პატიმარი ყავს, ნუ არ ვიცი რა, მე მგონი პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში პატიმრების რაოდენობით. ერთამეში ხო უნდა ვიყოთ პირველ ადგილზე და სხვაში ვერ შევძელით და აი მაშინ ვართ პირველ ადგილზე. საშინელებაა რაოდენობით. ჩვენ და საუბედუროთ სამწუხაროდაც აღარ არის. ხო და ეს თანაგზნობა, ნამდვილი თანადგომა, საქციელით თანადგომა რა, იმიტომ დაუსვი კახას რა. ეს მე მახსოვს კომუნისტების პერიოდი იყო, კაცო რომ ხალხი ერთმანეთს ედგა გვერდზე, როცა ესეც საკითხი იყო იმ სისტემაშიც რა. რაღაცა ხდება, არ ვიცი. შეიძლება ნიკოშ ამ პოლიტიკურმა წყობამაც შეცვალა ხალხში ეს აზრი, დამოკიდებულება. ჩემი აზრით ნაწილობრივ რაღაც აი იმ ოპოზიციური ძალის ბრალიც არის, რომელიც აქამდე აი ხო იყო გამოსვლები, იყო
რაღაცეები იმართებოდა, აქციები, რაღაცა ხდებოდა, მე დარბევები და ჩემი აზრით ძალიან ბევრი იმ ადამიანების, რომლებიც მოდიოდნენ, შველას ითხოვდნენ, ხარდაჭერას ითხოვდნენ, მე მიტოვებულები იქნენ. შეიძლება ამის ბრალიც იყოს. მიჭირს თუ რის გამო ხდება, რის გამო დავიდა საზოგადოება ასეთ შიშის დონემდე, კი, მესმის რომ ძალიან ბევრი ზეწოლებია, დაშინებებია, თუ ღიად გამოთქვამ შენ აზრს, თუ შენ არა შენ მეგობარ, შენ ბიძაშვილს ან დაიჭერენ, ან გამოაგდებენ სამსახურიდან. თვითონ შიგნითაც, თვითონ სტრუქტურებშიც ისეთ სიტუაცია ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, იგივე პოლიციაში წავეღებოდი, იგივე სამინისტროებში, სადაც ამ სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ ძალიან ბევრი მცოდნე, ღირსეული ადამიანები, უბრალოდ როგორი სიტუაცია აქვს, თავის აზრს, როდესაც ის აფიქსირებს, მეორე დღესვე შეუძლია პირველ გამოაგდონ, რა პრობლემა უხდებათ დიდი. ამის ერთადერთი წამალია, როცა ხალხი მეკითხება მეც, რომ აი რა ვქნათ, ესე გვეხებიან, ესე ეხებიან, ესე. მე მგონი ერთადერთი ამის წამალი არის, რომ ადამიანმა შეიგნო, ერთი ნაბიჯი უნდა გადადგა ერთობისკენ. და უნდა განიცადო ისევე სხვისი ბედი, შენი მეზობლის თუ ვინმეს ბედი და იმ ერთობაში, ერთ ნაბიჯში შეიძლება დაელოდო იმ მომენტს, სანამ შენთან არ რა თქმა უნდა, ერთ ნაბიჯში თავდება ეს მთელი სისტემა, გასაგებია რომ სისტემა მუშაობს, მაგრამ როცა ხარ 3 მილიონი და როცა სისტემაში მუშაობს 20,000, 30,000 კაცი, შენ შეები 2,700,000 კაცი. ამას ვერაფერი ვერ უდგას წინ. ანუ ჩვენ ნებაზეა, ჩვენ გადაწყვეტილებაზეა, ხო? ხა დღეს ასე თუ ისე ეს მოიხსნა, იმიტომ რომ ალტერნატივა გამოჩნდა რეალური და ხალხი დაიღალა კახამისგან, იცით? აი ამ ლოდინისგან, შიშისგან ყოველდღე რომ შენ არ ახარ დარწმუნებული, შენ სამშობლოში, შენ ქვეყანაში, შენ ხვალინდელ დღეში. ანუ მაინც და მაინც უნდა იყო მარწუხებში, ვერ იგზნო თავისუფლება, ემსახურო არსებულ რეჟიმს თუ ხელისუფლებას და ამ შემთხვევაში გადარჩე. ამისგან იღლება ხალხი რა. არ შეიძლება ეს რომ გაიწელოს დიდხანს. მე ვფიქრობ, უბრალოდ კუჩაში რო გაიარო, აი შეხედავ ხალხს სახეებზე ამოიკითხავ ყველაფერს და ყველაფერი ცხადია იმასთან დაკავშირებით თუ რეალობა რაც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენ სამწუხაროდ შექმნეს ვირტუალური საქართველო. მე ხო უცხოეთში 12 წელი ვარ და იქიდან შეიძლება დაგვარათ ვადევნები თვალყურს ეს იმედის ეთერით იქნებოდა, რუსთავი 2-ის, იგივე მაესტროს ეთერით. პირველი არხის ეთერით უბრალოდ არის რამოდენიმე ტელევიზია, დავარქვათ ეს ჯიბის ტელევიზია, ჩვენი სახელმწიფოს, რომელმაც შექმნეს ვირტუალური საქართველო, სადაც უყურებ, გონია რომ მართლაც ყველაფერი არის დიდებულად, მართლა ჩადიხარ, შეგიძლია თავისუფლად იცხოვრო, თავისუფლად აკეთო ბიზნესი. ჩემი ბევრი მეგობარი, ბევრი უცხოელი მეგობარი მეკითხა რომ ეს მართლაც ასეა, რაც გადმოცემს ეს ტელევიზიები, მართლაც ასე ხდება ყველაფერი. მე კი ვირტუალურად ესეა. მაგრამ აი, როდესაც ჩადიხარ იქ, შეიძლება 2 დღე, 3 დღე აქ ჩამოხვიდე როგორც ტურისტი, კარგი იყოს, მაგრამ როდესაც აქ ცხოვრობ, როდესაც აქ უყურებ ყველაფერს იმ საშინელებებს, რასაც ესენი აკეთებდნენ, უბრალოდ არ ვიცი, ნორმალური ადამიანი დღეს თუ არის, რომელიც უყურებს ამ ყველაფერს ამდენი წლის განმავლობაში რაც ხდებოდა და კიდე თუ ამას უჭერს მხარს. არ მგონია ესეთი ადამიანი იყოს დღეს. ეს შენი უცხოელ კოლეგებს მესმის, ეს არიციან საქართველოს, არ ეხება, მაგრამ ამ ადამიანებს ვატყუებენ თვითონ საქართველოში, ხო, უფრო რეგიონებში ალაპარაკი, სადაც ვერ წდება სხვა ტელევიზიები, არა? იმის მიდის პროპაგანდა მიდის. ის ხო მის ცხოვრებაზე, პირად ცხოვრებაზე ხო არ იბეჭდება. ის ხო ისეთივე გაჭირვებულია, ისეთივე ვერ პოულობს სამსახურს, ისევე უჭირს შვილის აღზრდა და განათლების მიცემა, ეს ყველაფერი და აი ამას რო უყურებს. ნუ თუ ის ტყუდება თუ სხვა გზა, სხვა სივრცე არ ქონდა და ეხლა ეძლევა სხვა სივრცე, არ ქონდა სხვა სივრცე, როგორც რამოდენიმე წუთის წინ გითხარით, იმედგაცრუებული დარჩა ბევრჯერ ქართველი ხალხი. მართალია, ბევრი იმედგაცრუება დადგა, მაგრამ და ეს ესეც მოხდა რა, ეს ფაქტია, რომ იმედგაცრუებები ბევრი იყო, მაგრამ ემოცია იმდენად დიდი იყო, იმიტომ რომ ისეთი მოულოდნელი და ისეთი მძაფრი უსამართლობა მოიტანა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომ ადამიანმა ვერაფერი ვერ მოახერხა, გარდა იმისა, რომ ემოცია დაუპირისპირა. ეს ეხლა ხდება, ეხლა რომ სიბრძნე შეეთვის ამ ემოციას. სიბრძნე ჩაიდო ამ ემოციაში. აი ეს ახალი ეტაპი ეს არის, ეხლა ნამდვილად. უბრალოდ ჩვენ რაც გამოიარა ამ ხალხმა ამდენი რბევა, ამდენი გვემა, ამდენი სისხლი, ამდენი მკვლელობა, ეს უბრალოდ
ვალდებულება არის ჩვენი ერთმანეთის ჩვენი იარები უნდა დავაფასოთ, ერთმანეთის იარები უნდა დავაფასოთ. და დავინახოთ ერთმანეთს. დავინახოთ, ხო? და ეხლა ახალი ძალისხმევით, ახალი სიბრძნით, უკვე ეს მართლა ესეთი გონიერებით და ემოციის სინთეზი როცა ხდება, ეს არის აი გამარჯვების ფორმულაც, გამარჯვების საწინდარიც. ეს ეტაპი დაიწყო ახლა. თან საზოგადოებაშიც ხალხშიც ძალიან დიდი მუხტია უკვე, ძალიან ელოდებიან ოქტომბრისთვის არჩევნებს. და ის განწყობა აი რაღაც თუ რამოდენიმე თვის წინ იყო რაღაც შიშები, მეგობარს ნორმალურად ვერ ესაუბრებოდა მეზობელი მეზობელს ყველას იმის შიში ქონდა რომ აი ჩემი აზრს თუ გამოვხატავ შეიძლება მე ცუდად შემომიბრუნოს უკვე შიში უმრავლესობაში გადატეხილია ახლა ძალიან ნიშნულოვანია რეგიონები ჩემი აზრით სადაც უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქემდე მოსახლეობამდე მიტანა იმ ამბის იმ ყველაფრის რისი რასაც ქვია მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის. ახლა ახსენა ეს ტელეპროპაგანდა რაც თქვა რეგიონებსაც ამანაც ამოწურა თავისი ყველა რესურსი. პატარა ქვეყანა ახლა საქართველოს ყველაფერი გაიგო, ყველაფერი იცის რაღაც დონემდე იმუშავა, რამდენიმე წელი იმუშავა პროპაგანდა, მე მგონი უკვე მიაღწია დასასრულს და უნდა დავასრულოთ. იმიტომ რომ ახლა რა არის, რაც არ უნდა ესეთი გამოწვრთნილი ზონდერები ყავდეს ხელისუფლებას, არ შეიძლება ზონდერი იყოს სიყვარულის საგანი ხალხის. ხალხი არ არის მისდამი სიყვარული და სიმპათიის და ტელევიზია, ჯიბის ტელევიზია უფრო უარესია კიდე, რომ ჯიბის ტელევიზიაზე უარესი მდგომარეობა, იმიტომ რომ ესენი არიან ტელეზონდერები. არიან ეს ფიზიკურად ვინც უნდა გაუსწორდეს ადამიანებს ეს ზონდერები, არიან ტელეზონდერები, ვინც სულიერად უნდა გაუსწორდეს. არ არის აუცილებელი ფიზიკურად გაუსწორდეს. ეს ყვავილების ქვეყანა ერთ-ერთი გადაიქცა ზონდერების ქვეყანად გადააქციეს, მაგრამ ზონდერების ქვეყნით აღტაცებული ქართველი მე არ მინახავს. გარდა იმ მანიაკალური რაღაცა პატარა ჯგუფისა, რომელიც ხარობს იმითი, რომ ყველა ნიჭიერ ადამიანს, ყველა განსწავლულ ადამიანს, ყველა გამარჯვებულ ადამიანს, ყველა ნაღვაწ ადამიანს შეურაცხყოფა მიადგა. ეს მანიაკალური სივრცე იმდენად ლოკალურია და იმდენად ვიწროა, რომ ეს ვერასოდეს მასშტაბს ვეძებს. მასშტაბს იღებს აი ხალხი ბრძენიაო რომ ამბობენ. აი ყველაზე მძაფრად ჩემი აზრით რა სად ხოლმე ხალხის სიბრძნე. ხალხი გრძნობს ადამიანი როცა ელაპარაკება, რამდენად გულწრფელია ის ადამიანი მისდამი. აი ამას გრძნობს ხალხი. აი აქ ვერ მოატყუებს ადამიანი თავის მშობელ ხალხს ვერ მოატყუებს. ამოავსეთ უვიცობის უფსკრული და თქვენ დანაშაულთა ბუნაკს მოსვლებთ. ვიქტორ ჰიუგო. ადამიანი მცენარეს გავს, თუ კარგი მოვლა არ აქვს, კარგად არ იზრდება. მონტესკიე. აღზრდა აღსაზრდელის გულზე ზემოქმედებაა. ლევ ტოლსტოი. აღზრდა თავშეკავებულს ხსნის ახალგაზრდას, ამშვიდებს მოხუცებს, ამდიდრებს ღარიბებს, ამშვენებს მდიდრებს. დიოგენე. ახალგაზრდობა. აი სიბრძნის დაგროვების ჟამი. სიბერე მისი გამოყენების ჟამი. ჟან ჟაკ რუსო. რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილი შვილოდ გარდაეცემის. ნიკოლოზ ბარათაშვილი. ვისაც ნიჭი არ ყოფნის, დანაკლის თვითკმაყოფილებით ინაზღაურებს. ერაზმ როტერდამელი. მიეცით ნიჩსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას, ნიჩს აძლევს მხოლოდ ზენა კაცს და არა გვარიშვილობას. გრიგოლ ორბელიანი. თუ თავი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები. შოთა რუსთაველი. მე მგონი ემწიფდება დრო რომ ჩვენ ვისაუბრეთ ამაზეც, მაგრამ იცი რომ დამოუკიდებლობის შემდეგ ნამდვილი სამოქალაქო თავისუფლება დადგეს ჩვენ ქვეყანაში, რომ ადამიანი ლაღად იყოს, ბედნიერად იყოს, ხასიათით მუშაობდეს. იცოდეს რომ მას პატივისცემს სახელმწიფო და სახელმწიფოს ის პატივისცემს, ის უნდა ამაყი იყოს. რა თქმა უნდა. ერთხელ ვაკი კახა აქ არის მოვიგონებ ეგეთი ისტორიას. ევროპის ჩემპიონატის ფინალზე ვიყავით, ესპანელები გერმანელებს ეთამაშებოდნენ ავსტრიაში და ჩვენ ესპანელებთან ვიჯექით და იმიტომ ჩემი შვილი გულშემატკივრობდა ესპანელებს და ისე გულშემატკივრობდა იმათმა რომ ჯერ ესპანელები ვიგონდა და რო გაიგესო ქართველები ვარ და ესე რატო გულშემატკივრობთო გაიქცენ ჩემ შვილს მოუტანეს კოკაკოლები რაღაცები გაგიჟდნენ მაგრამ რა მომენტს ყვები იცი აღმოჩნდა რომ სტადიონზე არის მეფე ესპანეთის და უცბად აჩვენეს
დიდ ეკრანზე რომ ესწრება მეფე და წამოდგენ ესენი და დაიწყეს სინიორეს სიმღერა. და მე და ჩემი მეგობარი მამუკა მიქელაძე ვიყავ, ჩემი ვაჟიშვილი ერთმანეთს გადავხედეთ ესე სევდიანად რომ ვიფიქრე ჩვენს გვინდა რომ ვიამაყოთ რომ რაღაცა ერთნი ვართ ხო თავი თუ ხალხი ბოლო თუ თავი არ აქვს მნიშვნელობა. აი ეგ განცდა, ეგ ერთობა, ეს სამშობლოსი ყველას ერთად ჩვენი სახლია ეს ხო. რა არის ეს რა უბედურება რომ მოვლენო დაყოფენ საზოგადოებას, ქვეყანას, იმისიანი, ამისიანი. ერთი ბეწო ქვეყანა ვარ, სულ ერთმანეთის ჭამაში ვარ, სულ ერთმანეთს რა სენია ეს რა უბედურებაა რა. ერთი ბეწო ქვეყანა ვარ, იმის მაგერად ერთ მუშტად ვიყოთ შეკრული და ყველას ერთმანეთის თავისუფლებას პატივი ვცეთ, ყველამ ერთმანეთი დავინახოთ და ხელი შეუწყოთ, ხო? საც არ უნდა ვიყოთ, სულ ქოლავთ ერთმანეთს, იქ ემიგრაციაში თუ აქა ემწუთში იყოფიან, რა სენია ეს რა არის? დღემდე ვერ გამიტკვევია, იმიტომ რომ წესით რაც პატარა ხარ ერი, მით უფრო შეკრული უნდა იყო რომ გადარჩე და ამ დიდ სისტემაში არსებობს უფლება მოიყო. ესეთი შური დევს ამ ჩვენ ხალხში. არის ხოლმე ეს, მაგრამ გააჩნია, იცი, როდესაც ასპარეზი არის ჯანსაღი შექმნილი ხელისუფლებისაგან, მას წვენია თავის შურიანობის გამოვლენების და თავის ადგილს პოულობს, მოკრძალებულ ადგილს. როგორც კი ეს წაქეზებულია, უღირსობის უფლება წაქეზებულია ხელისუფლების მხრიდან, ის უკვე სააშკარაოზე გამოდის, აღარ წვენია თავისი შურიანობის, აღარ წვენია რომ შენზე 1000 სისაძაგლე ელაპარაკოს, მარტო იმიტომ რომ თქვა შენი კეთილშობილებისა შურდა. არ მომოგ მე მაინდა-მაინც ნახატზე სპორტზე და ლექსზე და არ მომოგ, არა კეთილშობილების შურდა უბრალოდ რა, თავისთავად რაც ჩაკალა თვითონ და დათრგუნა. მე იმას ვეღარ პატიობს შენ რომ შენ შეინარჩუნე და მე მგონი რომ უფრო მაინც დიდი წვლილი მაინც ხელისუფლებას მიუძღვის. ხელისუფლება ამის წამხეზებელი ყოველთვის. ის პოლიტიკა რა პოლიტიკაც გაატარა ბოლო 8 წლის განმავლობაში, მე ვფიქრობ აი საზოგადოების დაყოფა ჩემიანები, იმისიანები გრამართებულად მიმაჩნია. არა, ჩვენ ყველანი ქართული ვართ, იმიტომ რომ აშენდეს, რასაც ნიკუშა ამბობს, მოქალაქე უნდა იყოს მთავარი საყრდენი. რა თქმა უნდა. ქვეყნის. მოქალაქეა მთავარი. როცა მარკუს ავრელიუსი ამბობდა, იმპერატორი ამბობდა, მე ვარ იმპერატორი და მოქალაქე. ხას უსვამდა იქვე მოქალაქეს. შეეძლო იმპერატორთან დაემთავრებინა, არა, მე ვარ იმპერატორი. არა, არაფერი არ არის. იმპერატორი და მოქალაქე. დამოუკიდებლობა არაფერი არ არის თავისუფლების გარეშე. შენ ქვეყანაში რა, არაფერი არ არის. თუ დაპყრობილი დამოუკიდებელი ხარ, ეს არ არის გინდა შიგნიდან გარედან, სულ ეს პრობლემები გვაქვს რა. დღეს ესე არის, აბა რა ჩვენ თავისუფლებისთვის ვიბრძვით. როცა თავისუფლებას გიზღუდავენ, აქ ნაციონალურ ამბავს არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ვინ რა ნაციონალობის კაცი გიზღუდავს? შენ არ არკვევ ამ დროს მის ნაციონალობას, როცა შენ თავისუფლებას თავს ესხმის ადამიანი. ამას რატომ ვიცით? რუსეთს თუ აქვს ოკუპირებული დღეს 1/13 საქართველოს, ნაციონალურ მოძრაობას აქვს 2/13 ოკუპირებული. ორივე ოკუპანტია. ეს უფრო ფართო მასშტაბით ნაციონალური მოძრაობა. მე იმისი ქართველობა მომგვრის შვებას სკოლა ოკუპირებული აქვს, სპორტი ოკუპირებული აქვს, უმაღლესი ოკუპირებული აქვს, საბავშვო ბაღები. ანუ შენი უფლებები აქვს, რომელიც მონიჭებული აქვს ღმერთ შენთვის ოკუპირებული. სასამართლო ოკუპირებულია და ეს ზონდერ ტელევიზიები ოკუპირებულია. ოკუპირებულია თავფეხიანად, აი მთლიანად, ანიდან ჰოემდე. ქართულ ხალხს უნდა და მარტო ესეთი ფორმალური დამოუკიდებლობა კერო, თავისუფლება უნდა და იმიტომ იბრძოდა, იმიტომ ანთებული თვალებით იდგა ამდენი წელი და თავის ჯერს ელოდებოდა, როდის მიეცემოდა რეალური საშუალება ამისი და აი დღეს გაჩნდა, მთელი სიმძაფრით გაჩნდა აი ეს რეალური პერსპექტივა, რომ ქვეყანას გაუჩნდეს მომავალი. ამ დაკეტილ, დახუთულ ხუთიანებს ხო იბრძვენ და დახუთეს ეს სივრცე. ეხლა იხსნება ეს სივრცე, უნდა გავხსნათ ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავხსნათ. ეს უნდა ყველამ უნდა მონაწილე, ეს უნდა გაიგოს ხალხმა, რომ თვითონ აი ერთი პატარა აგური, პატარა ნაბიჯი ყველა მოქალაქემ უნდა გადადგა საქართველოს. ვისაც აწუხებს თავისი ოჯახის, თავისი შვილის მომავალი და ეს ამისგან შედგება ქვეყანა. მანახე როგორი ოჯახები ცხოვრობენ, მე გეტყვი როგორი ეს ქვეყანა, არ გამონათქვამ. აი ეს თავისი შრომის, თავის ოჯახის უფლები არ უნდა ელოდებოდეს კიდე ის, რომ ეხა კიდე სხვა გადაარჩენს. აი ეს ფენომენიც არ უნდა იყოს. რა არის, თხოვნა რომ შენი ნება გამოხატო, ხო? აქ არ არის ლაპარაკი, ჩვენ გმირობას არავის არ ვთხოვთ და საკუთარი თავის გარდა გმირობას ვერავის ვერ მოვთხოვ მე, მაგრამ ისაც შენი მოქალაქეობრივი ვალია, რაც მიღებულია და როგორც არის წესი და რიგი, რომ მიხვიდე და შენი ნება დააფიქსირო,
უბრალოდ არჩევნები ქვია ამას, რომ დაუტოვო თუ არა სათარეშოდ ეს ქვეყანა სხვას, თუ შენ გახდე პატრონი ამ ქვეყნის და იმედი. ჩვენ ვერსად ბედნიერები ვერ ვიქნებით თუ ვიცით რომ აქ არის უბედურება, ხო? რა არის კახას გადაწყვეტილება, რომელსაც პირადი ბედნიერება შეეძლო ეპოვა საცა გინდა. მაგრამ ვერ იქნებოდა ეს სრულყოფილი ბედნიერება, თორსა იცის რომ თავისი ბავშვობის მეგობარი, თავისი ახლობლები, თავისი ოჯახი, თავისი სამშობლო არის ესე დღეში და მას რაღაცა შეეძლო გაეკეთებინა. შენი მშობლიური ციაღი როცა დაჩაგრულია და დაბეჭავებულია და ითხოვს გათავისუფლებას, რა გაგაბედნიერება. მოკლედ სახში რო ცუდად არის საქმე, ხო ელემენტარულად ოჯახში, ხო ვერსად კარგად ვერ ხარ, თუ არ არის განწყობა კარგი ამის თავისუფლება თუ არ არის შენ. მაგრამ მე მაინც გონია რომ უკვე ყველაფერი გაიგო, ყველაფერს ხდება კი მომწიფდა და ეს აუცილებლად ყინული დაიცრა და მე მგონი აუცილებლად დამთავრდება ეს ყველაფერი ქართული ხალხის გამარჯვებით. და ისტორიულადაც რო გადავხედოთ ახლა სულ მე მგონი საქართველოს გაჭირობის ჟამს სუჩდებოდნენ ესეთი ადამიანები მე-11-მე-12 საუკუნეებშიც, როდესაც დავით აღმაშენებელმა ჩაიბარა, როდესაც მეფე კი ჩვენ გახდა თამარ მეფის მეფობის დროს. თვითონ ხალხს ყოველთვის ძიმე ისტორია ქონდა, მაგრამ ყოველთვის პიროვნებები შდებოდა, რომელსაც ხალხი სწორდებოდა, რომელსაც ხალხს ესმოდა მისი სიმართლე. და ესმოდა მისი მართალი განზრახვა. მისი წრფელობის ჯეროდა და მისი წრფელი განზრახვის ჯეროდა ყოველთვის ადამიანს და თვითონაც იგივე განზრახვა ქონდა. შეიძლება შესაძლებლობა არ ქონდა და როგორც კი შეატყობს რომ იმას მეტი სიყოჩაღე ახლავს, მეტი თხა ახლავს. იმ წუთში თვითონაც იმხნევებს თავს და ეძახის თავის შინაგანის ნეობრივი კანონი მასში ეძახის იმ ადამიანს და სიმართლეს კარგად ქართველი ბრძოლისთვის იყო მომართული ხოლმე მზად, მაგრამ აი ამ რაღაც ტყუილს და სიყალბეს და რაღაცაში უცბად ვერ გაერკვა, იცი და მე მგონი დაიღალა ამ სიყალბისგან, უკვე ეს სიყალბისგან დაიღალა. სიყალბისგანაც თავისუფლდება. ხო, ეგ არის. არ ვიცი, ჩვენ უნდა გაგვეულოს ყველაფერი დიდი მაგალითი იქნება ჩვენთვის მომავალშიც რომ გამოვიტანოთ აქედან, მაგრამ ძალიან უნდა აი ამიტომ მნიშვნელოვანი რომ შენ გახდე მონაწილე. შენი ქვეყნის ნებისმიერ საკითხში, რომ იგზნო მოქალაქემ, რომ შენ მონაწილეობ ამ ქვეყნის სიცოცხლეში, რომ შენი ცხოვრობს ქვეყანა მოქალაქე. ხელისუფლება ვალდებული უნდა გახადო ანგარიშსწორება, გაგიკეთოს, ჩაგაბაროს ის ყველაფერი, რაც მოთხოვნადები უნდა ვიყო. ადამიანია მთავარი, ჩვენ ვილაპარაკეთ ამას. არ არის მთავარი გზა, არ არის მთავარი შენობა, თუ ადამიანი იქ არ გზნობს თავისუფლად ბედნიერ, მაშინ არის ის საჭირო ყველაფერი გასაგებია, იქ ქვეყანას ეკონომიკას სჭირდება, სამართლებრივი სივრცეც, მაგრამ იმ სამართლებრივ სივრცეში სამართალი თუ არ დგას, ის მოქალაქისთვის უკვე არც ის გზაა საჭირო და არც ის ხიდი და არც ის სახლი რა. ჯერ უნდა ამ მაყმა თავისუფალმა ადამიანმა იაროს. აი ეს არის მთავარი მე მგონი რა. სამართლიანობის დაბრუნება ქვეყანაში, რაც არ არსებობს ჩვენ ქვეყანაში სამართლიანობა, ნუ არსებობს რაღაც ნაწილი საზოგადოების ძალიან ცოტა, რომლებიც არის ის ადამიანები, რომლებიც მართავენ დღეს ქვეყანას, იმ ადამიანების ირგვლივ, რომლებსაც გაშვებულია ყველაფერი შეიძლება. ხო, არჩევითი სამართალია. უნდა მოხდეს კანონის უზენაესობა. ტოტალური უსამართლობა. კანონი რისთვის არის? კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთი. ჩემთვის უბრალო მოქალაქისთვის, პრეზიდენტისთვის, მინისტრისთვის, ყველასთვის ერთი უნდა იყოს. მაშინ ექნება სამართალს ფასი. ყველაფერი სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. მოსამართლემ დამოუკიდებლად უნდა გამოიტანოს განაჩენი, დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა ვიღაცის დარეკვით, რაც დღეს ჩვენთან ხდება. როგორ უნდა გამოასწოროს სასამართლო? ერთი ადამიანია მოსამართლეც, პროკურორიც, ბრალდებელიც, მე აღმასრულებელი პენიტენციალურ სისტემაში ზედამხედველიც. ეს ერთი ადამიანის გარშემო კულტურაში იქაც დაგხვდება, აქაც დაგხვდება, იქაც სამართალში იჩულებ, იქ დაგხვდება, მოსამართლეც დაგხვდება. ყველგან ეგ დაგხვდება. ბრალდებელიც თვითონ გადაიცვანს და ბრალდებელი იქნება. ეს ხო ტრაგიკომიკური სიტუაცია არის, მაგრამ რაც მართალია ხალხის გამხნევება ძალიან მალე დამთავრდება და გამოგვიძებათ უკვე სახელია. ყველა ერთად დავდგეთ, ერთმანეთთან შეკრული, ხელი-ხელ ჩაკიდებული, აუცილებლად მივუყვანთ ამ საქმეს ბოლომდე, აუცილებლად გზები, კარგად თქვა და გზა არ დიდებულმა ვერიკო არ ჩვეულებრივად იკითხა მონანიებაში. რა საჭიროა ეს გზა თუ ტაძართან არ მიდის? სიმბოლურად იგივე. ბანობით ხო არ არის კარგი არა? თუ იმ ბანზე უნდა უდანაშაულო კაც თავი დაადებინო და ზედ გადავარო რა არის მაშინ რა არის ბანის დანიშნულება თუ ჰიტლერმა ისეთი ბანები დააგო დღემდე არაჩვეულებრივი დღემდე სარგებლობს თელ სამყარო იბანებით მაგრამ
ეს არის ადამიანის აქციელით იცნობა. ეხლა არ მელაპარაკია მე კახასთან თქვა მის წინამორბედებზე, მაგრამ საქციელით იცნობა ადამიანი რა, როცა ამბობენ რომ ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ნუ თავის პასუხობა რო გაამართლო. არც ვიცი რა არის ჯერ ახლა ეს არ არის მარტივად სათქმელი რომ ეს არის ჩემი საქმე, მე გამომჩდება არის იყო თუ არა ეს შენი საქმე, მაგრამ ის რაც იგივე დემეტრადის მიმართ კახამ პოზიცია გამოიჩინა. აღარ მჭირდება შეკითხვა. მე ზუსტად ვიცი რომ მისთვის არიან არაჩვეულებრივად საამაყო ხალხი, მესხიც, მეტრეველი, დათოყიფიანი და სხვადასხვა საქციელი. იმიტომ რომ წინამორბედს თუ პატივს არ ასწევ, შენ თანამოძმესთანაც არ გექნება ესეთი გულისხმიერი დამოკიდებულება. დათოზე მინდა შევჩერდე ყიფიანზე, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ნუ ეხა ფეხბურთი როგორი ფეხბურთელი იყო, მაგაზე არ დავიწყებ საუბარს, თემმა საქართველოს, თემმა სოფლიომ მიცის. ძალიან ხშირად მახსენებდნენ მილანში როდესაც თამაშობდი, ინტერის და თბილისის დინამოს თამაში რო იყო. დათოს არაჩვეულებრივად ჩაუტარებია ის შეხვედრა. მე ბავშვი ვიყავი, სადღაც მაშინ ვიყავი 16 წლის, დათო იყო ჩემი მწვრთნელი და ძალიან დიდი როლი ითამაშა, არა როგორც მარტო პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში, არა როგორც ადამიანად ჩამოყალიბებაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო თავის შვილებს, რომ ყავდათ ეგეთი ღირსეული მამა. პიროვნება იყო, ძალიან დიდი. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ყიფიანი. არა მარტო ფეხბურთში, არა მარტო სპორტში, ეს შემთხვევა, როცა სპორტზე მეტია. როცა ლექსზე მეტია, რაღაც უფრო მეტია. რომ ის საზოგადოება, ის კარგი ქართული საზოგადოება, ესე პირობითად რომ დავარქვათ, რომელიც ძალიან დიდი რეპრესიების ქვეშ მოყვა 24-20-იანი წლებიდან მოყოლებული, აბა მთელი ეს პერიოდი, ამას 37 და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დათოს წინაპრები დახვრეტილები ყავდა, ბებიის ძმები და ასეთი ის იყო რა, მაგრამ მთელი ამბავი რა, ამდენი აწლეული ებრძოდა აი ბოლშევიზმი, რომლის სულიერი მემკვიდრეების დღევანდელი ხელისუფლება არის, აი ებრძოდა აი კარგ ქართულ საზოგადოებას. და რო ეგონათ რომ წაშალეს და რაღაცა და კი ერთეულები და ესე თავის საკუთარი სახლის სარდაფებში ჩასახლებულმა ხალხმა ჩურჩულით გამოატარა ეს ღირებულებები, მაგრამ აი ისეთი თვალსაჩინო იყო უცებ ყიფიანი რომ მინდორზე გამოვიდა. რომ გადარჩა ეს საზოგადოება, აი თვალი დაინახა ხალხმა 10,000-ობით კაცმა დაინახა თავის პლასტიკით, თავის ნაბიჯით, თავის სიბრძნით, თავის თვალსაწიერით, თავის მახვილი ზერით და ყველაფერი ერთად ჰარმონიაში იყო რომ გადარჩა ეს საზოგადოება, ვერ ჩაკლეს, ვერ ჩარეცხეს. არ ირეცხება ეს ამბავი რა. ირეცხებიან ის ადამიანები, ვინც ცდილობს ამის სიტყვისთვის, ვინც ცდილობს იმ კარგი ქართული საზოგადოების ჩარეცხვას. აღარ მახსოვს ვინ მომიყვა ძველი თაობის ხალხმა ფეხბურთელებმა რომ ბორია პაიჯაძე თუ ასაღო ღობერძე რომელიღაცა, როგორც საქციელი, რატო შეუყვარდაო ხალხს ძალიან ეთქო პირისპირს მეკარესთან მოხვდაო და დაარტყაო და იმ მოწინააღმდეგის მეკარეს მოხვდა მუცელშიო და ბურთი ამას დაუბრუნდაო და ის ისე ჩაიკეცა ტკივილისგან და ამ პაუზა გააკეთაო და არ შეაგდო გოლი გვერდზე გააგდა ბურთი ის გოლი შეაგდოთ მოეგოთ ეს არ დაამახსოვდებოდა ხალხს მაგრამ ის დღემდე ახსოვს როგორ ღირსეულად მოიქცა ის თავის იმის მიმართ და მივიდა წამოაყენა მოეფერა ეს მე ანუ როგორ ვაშკაცურად მოიქცა ადამიანი ეს არის დასაფასებელი ესეც სპორტსმენი არ ავიწყდებათ არასდროს. საძირკვლიანია ქართული საზოგადოება. არ არის ეს საზოგადოება რაღაც ეგზოტიკური რაღაცა წარმონაქმნი. ეს არის საძირკვლიანი საზოგადოება, დიდი საქმეა აქ ნაკეთები და ჩვენი მოვალეობა და უფლება და ერთად არის უფლება მოვალეობა შევძლოთ და გავაგრძელოთ ის, რაც აი ესეთი არაჩვეულებრივი ჰარმონია მოდის საუკუნეების მანძილზე. ყველაფერს აქვს თავი და ბოლო, სპორტსაც, პროფესიას გულისხმობ, მაგრამ არ თავდება ადამიანობა, არ თავდება ღირსეული საქციელი. ეხლა რომ დაანები იტალიაში ჩამოხვედი, მე ვიცი რომ რაღაც ძნელია რა სპორტსმენის რო ანებ, ამდენი ხანი რომ მიჩვეული ხარ რაღაცას ხო, რადითიც ცხოვრობ, ეხლა შენთვის სტადიონზე გასვლა ხო არ არის მარტო ეს კონკრეტული, ეს ხო შენი ცხოვრების წესია რა. როცა ამას ყოველ დღეს შენ აღარ გააკეთებ თუ დღეში ორჯერ თუ ორ დღეში ერთხელ რა გაძლევს აი ხა ძალას თუ შენ მაინც შეები როგორც მებრძოლი ოღონდ უკვე შენი ქვეყნისთვის სხვა სფეროში ეს გაძლევს ძალას იმისა რომ აი არ განიცადოს მართლაც რთული გადაწყვეტილება იყო როდესაც 18 წელი 18-20 წელი ხარ ამ სფეროში პროფესიონალ ფეხბურთს გულისხმობ მართლაც რთულია ჩვენი ერთ დღესთან ჩემ შემთხვევაში როგორ იყო მე 1 წელი კიდე კონტრაქტი მქონდა მაგრამ ურთიერთშეთანხმების ნიადაგზე მოხდა ამ კონტრაქტის
გაუქმება და გადავწყვიტე დაბრუნებული ყავი საქართველოში, მაგრამ სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, ძალიან ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრს ფიქრობდი. მაგრამ როდესაც საქმე მიდიოდა ჩემ საქართველოსამდე, ჩემი ქვეყნის, როდესაც დავიწყებდი ფიქრს, რომ აი ჩემი ქვეყანა, ხალხი იქ უკვე ყველაფერი მთავრდებოდა და ამ ყველაფერმა გადაწონა. შენი მთავარი თამაში ახლა აქ არის. როდესაც პრესკონფერენცია გავაკეთე გამოსამშვიდებელი, უცხოელ ჟურნალისტებსაც უთხარი, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშს ვიწყებ მეთქი. იმიტომ მე ძალიან გააზრებული მაქვს, ძალიან კარგად ვიცი, სად ჩამოვედი, რისთვის ჩამოვედი, ვის წინააღმდეგ მოგვიწევს ბრძოლა, ესე ძალიან კარგად მაქვს გააზრებული, მაგრამ მე თქვენთან ერთად, ქართულ ხალხთან ერთად ყველაფერთვის მზად ვარ. ანუ გუნდს ებრძოლები ხა შე რომელიც საჯის მაგათია, ხელითაც თამაში შეუძლიათ. ხელითაც თამაში შეუძლიათ. ძალიან რთული თამაში ველოდება, მაგრამ მიჩვეულია გულშემატკივარი არის ჩვენ ხარეს. გულშემატკივარი სტადიონის გულშემატკივარი ყავს. თან მეც მიჩვეული ვარ რთულ თამაშებს. ხშირად უმეტეს შემთხვევაში გამარჯვებული გამოვდიოდით და ამ შემთხვევაშიც ყველანი ერთად გამარჯვებულები გამოვართ. იმიტომ ეს არის ფაქტიურად ჩვენი ქვეყნის გარდატეხის პერიოდი, ასე დავარქმევდი ამას, ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა ჩვენ აი დავრჩეთ ისეთ რეალობაში, რაც დღეს არის, ასეთ უსამართლობაში, რაც დღეს ხდება ჩვენ ქვეყანაში, არაკანონიერება, წართმევა, მოკლა, გატაცება, 1000 უბედურებები. ხო არ გვინდა ეს ყველაფერი? ჩვენ ვიყურებით მარტო გვინდა მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის. და ამისთვის ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ, ყველა ერთად უნდა დავდგეთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. აი ჩვენ შვილებს კეთილი ღიმილი გქონდეთ სახეზე, ეს 1000 იმიტომ უნდა ავწიოთ ერთად ჩვენ. აუცილებლად ყველა ერთმანეთს უსურვოთ გამარჯვება. ამ დიდ თამაში ეს არ არის მართლა, ეს არის ყველას ბედი, რასაც გვეხება სულ ყველას, ეს არის ჩვენი სამშობლოს ბედი. სამშობლო არის ადგილი, სადაც ჩვენი მშობლები გაჩნდნენ და ჩვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ. სამშობლო არის ერთი და ვერსად ვერ წავიღებთ ამ სამშობლოს, როგორც დათო იძახდა. ჩვენ და ამ სამშობლოში ვიყოთ და ვიცხოვროთ. გისურვებთ ერთად წარმატებებს და გამარჯვებას. დღეს ამით გემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო მომავალ შეხვედრამდე. შენ ლიახვის კლდეზე დგეხარ ძველი მოსასხამით ოლე ოლე მარტო ხეო დღისთა და ღამით შიგნიდანვე გამომწვარო მარტოობის შხამით შიგნიდანვე გაბზარულო და ხეთქილო კეცად ხე ბრუნდებდა ხე მართალო ხეო ერთო ბეწვა დგეხარ როგორც სახრჩობელა თვით გახჩობენ მთები დაგდებულ არწივს გეხარ მომსხვროული ფრთები რაშო მიწას მიჩედილო ვეღარ აიქროლე პარტახო და ნამეხარო მარტოხეო ოლე გელანდება ნაჯახები და გრიგალი დამჯახები წარე დაგათრთოლებს ცას ჯანღების აჯანყები სეთყვას ბრწყინავ თოვლებს დამნარ ძვლებით ეგებები მარტოხეო ოლე ზღვიდან ქარი წამოვიდა და ღრუბელი ბუნდრა ცაში ელვა შეიკლაკნა შენკენ შემობრუნდა ქარის ეშვებს მეხის ბრეშას შენი მოთხრა უნდა ყინვის კარცხი თვალს გიკაწრავს ლაჟვარდს ვეღარ უმზერ წვიმის შუბი გალესილი გიკაკუნებს გულზე მზე შემწველი ცოფიანი ხრჩოლა დაგაბოლებს ტყავ დამსკვდარო ნაოხარო მარტოხეო ოლე მარტო ხარ და მარტო დგეხარ ძმარა ყავს დედა მარტი ჩოხა შეიკრავს ზანზალებით ზედა წვიმით ქოჩორს დაივარცხნი ღამის წვეთს სვამ რძეთა მხიარული საკრაებით გაზაფხულის ვარსკვლავები შენს ტოტებზე სხედან ოქროს ხმიან სიმღერაში თვალს ხუჭავ და ხედავ შენზე მარტო არ ვინარი შენზე უფრო მეტად ბალღამის და ცრემლის სვეტო შენ ქცეულო ხეთა ვის გასცქერი ვის მოელი
გული ვისთვის გტკივა ვის მიაღწევ შენი ხმები ვის კერამდე მივა ვა თუ გზაში დაიღალა ვერი არა სწრაფად ვა თუ კვირას ვერ მოვიდეს ვერც გამოჩნდეს შაბათს თუ მოწამდეს საყვარელი შავი დარის შხანით და მის პერანგს აფრიალებს გზაზე ქარიშხალი წადი ძებნე მეგობარი ვინმე წაიყოლე სხვა რომელი დაგიძახებს მცირე სახელს ოლე დღეგეძახის მწვანე მხრიდან თავ ქოჩორა ღელე დღეს უნდი ხარ დიდი ხრიდან გიქნევს 1000 ხელებს გეყო მარტო ერხეოდე გამიღია კარი გეყო მხრებზე გეხვეოდეს ეხვების კარი მოდი ჩემთან დაგაპურო არ გინახავს ხემსი მიაგიყვან ხელში როგორც ნაპოვნ ბატკანს წყემსი მოდი მოგცე გაგახარო ცოლი მესაწოლე ოხერო და ნამეხარო მარტო ხეოლე მაგრამ ცისკენ იყურება შენი ოქროს თავი კოშკება და ჯიხურებად მოქრის ღრუბლი შვავი მოქრის ცაში წასაყვანად აკიბული კიბე დაგაყრიან ტოროლები ატლასებს და დიდებს მზე მარჯანზე უწითლესი მოგეგება წინა დაგიკოცდა ყველა ფესვი გულზე მიგიწვინა დაგესვიდნენ ვარსკვლავები დაირი და დოლით გაპრინეს სალამური გათამაშეს გოლი სქეს ნურც გტკივა ნურც აქცივა ნუღარ წაგათრთოლებს ტოტზე ტოტით გადამხვეო მარტო ხეო ოლე 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 მე ლიახზე დაგინახე წამით შიგნდამე გამომწვარი მარტოობის შხამით შიგნისგან დახლეჭილი შრება და კეცად ყორანისგან ჩაყეფილო ხეო ერთო ბეწვა მაღლას ერთ საპრიალებდა ძის კავკასის მთები დაგდებულ არწივს გავდი გაწყვეტილი ფრთებით რაშო მიწას მიჭედილო გაშერა იქროლე მარტოობის არტახები გადაყიე ოლე რომ თქვა გული თუ მტკიოდა ახლა აღარ მტკივა რომ ლიახვის რძიან ქაფში შემოწურდა ტივად რომ გაგჩარხო და გაგთა როგორც წმინდა ბროლი რომ შენ იყო ჩემს დარბაზში შვაბოძის ტოლი რომ გძელ ტიებს მოუძღოდე ხეთა წინამძღოლი მოდი ჩემთან ვიდრე მეხი დაკრავს აგაბოლებს ტყავ დამსკდარო ნაოხარო მარტო ხეო ოლე